2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილეს დილიდან დროებით საგამოძიებო კომისიაზე. მოусმინეს ზურაბ ბაბაშიძეს, დაჩი ცაგურიას და მერაბ ჭიქაშვილს. დეტალებით გვერდება მანანა დევაძე პირდაპირ ეთერში. დაჩი ცაგურიას განმარტებით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში 34 ჯერ დააკავეს და 2009 წლის 15 ივნისი მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე იყო. დაჩი ცაგურია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, ამბობს, რომ ყველა დაკავების დროს სასტიკად ცემდნენ და ასე იყო თბილისის სამმართველოსთან გამართულ აქციაზე, სადაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად დაასისხლიანეს თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში შეათრიეს ეგრეთ წოდებულ კორიდორში ხელკეტებით სასტიკად ცემდნენ, დაკავებულ აქციის მონაწილეებს აფურთხებდნენ და მათზე ფეხით დადიოდნენ. დაჩი ცაგურიას განცხადებით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ხელისუფლებას მწვანე შუქს ძალადობაზე საქართველოში აკრედიტებული კორპუსი მათი განცხადებებით უმთებდა და იმ დროს ევროკავშირის ელჩმა დაჩი ცაგურიას დედას მისი შვილის ევროპაში გამგზავრებაც კი შესთავაზა. დაჩი ცაგურიამ საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლამდე მიხეილ სააკაშვილთან, ვანო მერაბიშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან დაუპირისპირდა. შევარდნაძის დროს 4-ჯერ დანაჭერი დიქტატორი შევარდნაძე და 4-ჯერ დამიჭირეს. ოღონდ არც ერთხელ აი ობიექტურად ვიძახი რა, მართლა არც ერთი დაჭერის დროს მე არ უცემი ვარ მათ. ვარდების რევოლუციამდე. ეს რომ გაიგო რომ დამიჭირეს და იმ შეხვედრაზე არ ვიყავი, მირეკავს რომ აუ პლენარული სხდომა უნდა იყოსო პარლამენტისო და შენო უნდა შეგიყვანოთო იქო და იქ სტუდენტური მოძრაობის ლიდერი დაიჭირეს და რაღაცა მოკლედ უნდა მეთქი კი ბატონო შემოვალ და შევიდეთ და აქ რომ მოვედი, მე მგონი ადეიშვილი იყო იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მიშა ესე აკეძის მე ეს მარცხენა მხარეს ვანო და ადეიშვილი ესე და ხო იციო თეთრი ხელთათმანები თუ არ გამოვავა ხო ბრძოლაო და ესე უნდა მოყვეო რომ იქო ადექიო და თქვიო რომ აი რომ წამიყვანესო ჩამიყვანესო მიტოვებული აგარაკის სარდაფშიო იქო შემოიტანესო ის მაგინებდენო შეურაცხყოფს მაყენებდნენ და შემოიტანესო ვიდეო კამერაო შემოიტანესო დუბინკაო და პრეზერვატივი წამოაცვესო ზედო და შარლის ჩახთა დამიწყესო და იღებდენო და მეუნებოდენო რომ ეხაო გაგაუპატიურებთო შენო და რაღაცა რა და ეგეთი რამე როგორ მოგაფიქრდა მეთქი ან როგორ მაკადრეთ მეთქი ეგეთი რამე რომ მე ეგეთ რამეს მოუყვები მეთქი ნამუსი არა გაქვს დავახურე თავზე სამივეს ხარ 2009 წლის 15 ივნისს რა ხდება სათხართ და როგორ განვითარდა მოვლენები. ეს რო ყველას რო ესე გვხვდებოდნენ სახლებთან, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მივსულიყავით სამმართველოსთან და აქციის მიზეზი იყო ის, რომ ჩავბარებულიყავით, იმიტომ რომ სახთან რომ მომივარდებოდნენ და ოჯახს ამიწიოკერებდნენ და იქ ცემაში სულს გამაძრობდნენ და მერე წამიყვანდნენ, ეგ იყო გაცილებით მძიმე რა და ჩვენ და გასაოცრად დაგვხვდა შესასვლელი ის გასაგორებელი კარი აქ იმ სამმართველოს დაგვხვდა ღია ეს რა და მაგ დეტალს არ მივაქციეთ ყურადღება, მე გავიაზრეთ რა ხდებოდა რა. შეგნებულად იყო ეს გაღებული, შიგნიდან ვიდეო კამერებით გვიღებდნენ. ესე ყველა მხრიდან მორბიან გარდა სამმართველოს შესასვლელისა. ამათ უნდოდა დაედგათ ის კადრი, რომ ჩვენ შევერეკეთ სამმართველოს შენობაში და გადაეღოთ ეს, რომ აი შემოიჭრნენ. მთელი ისა უდესიანები და ვიღაცეები ყავდათ ამ ზონდერ დაჯგუფებების ორგანიზატორებად, ხელში ეჭირათ ქალბატონოთი, ანუ პოლიციის ხელკეტები კი არა მარტო. ზოგს არმატურის ნაჭერი, ზოგს რაღაცა ფიცარი, ზოგს ჩაქუჩი, ზოგს ჯაჭვი. თავზე მედო ეს ხელები და თავში რომ ბეისბოლის ბიტას მირტყავდნენ, აი ეს დალეწილი მაქვს ეს აი ეგრევე ეთყობა ამას, ის არ ჭირდება ხელის მტევანი, ფორმა აქვს შეცვლილი. ხერხემალი დამიზიანდა იქ. ორი მალა მქონდა ცემისგან გატეხილი. თქვენ ხედავდით ზღურაძეს, შოთაუტიაშვილს შენობაში თუ ეზოში? ონიანი შემიძლია ესე გვარებით რო ეხა გავიხსენო, ახალაიები, ისა კიდე სანოძეც იყო, მე მგონი თუ არ ვცდები, ჩამათრიეს მერე იმაში იზოლატორში ქვევით, სადღაც შემაგდეს, სადაც აი
სისხლის კალოები იდგა და დაგლეჯილი ჩემი მეგობრები და ეს ახალგაზრდები სასამართლოში შემიყვანეს, შემათრიეს უბრალოდ შემიტანეს და დამდეს. ადვოკატის უფლება არ მომცეს, ანუ მე არ მყოლია ადვოკატი. ყველა დაჭერაზე ერთი სცენარი ქონდათ, რომ ბატონო დაჩი გთხოვთ დამშვიდდეთ, მე უთხარი არა არ დამშვიდდები, რაღაცა დაუწყე გინება ცემა, ვცემე ნახევარი პოლიციის განყოფილება და იძულებულები გახდნენ დავეკავებინე. შესაბამისად ვერ იტყოდა ხო მოსამართლე რომ არ ეტყობა ამ ბავშვს? არა არ მეტყობა. დაზიანებები. დავა ბოდიში და სისხლით დავსვარე იქ, გუბე დავაყენე იქ სისხლები დიოდა. ერთი მაისური მქონდა სახში, რომელიც მეგობარმა მაჩუკა ხელოვნური იყო და მე არ ვიცმევდი მაგას რა და ამით დავეჭვდი რომ მეთქი დედაჩემს რამე ხო არ ჭირსო რა და ეს მაისური საკითხი ის იყო ჩემთვის აი ეგ არის უდიდესი ტრაგედია და ტრამვა კიდე რა რომ ამან დამაეჭვა მე რომ ეს მაისური მეთქი დედაჩემი ამას არ გამომიგზავნიდა. როგორც კი ადვოკატი შემოვიდა მეორე დღეს თუ იგივე დღე იყო მეთქი დედაჩემს რა ჭირს აი იქცაო და ტვინის შერყევა ქონდაო და რაღაც მეთქი რას ქვია ტვინის შერყევა და გაჩქარა მეთქი ისა და წავიდა ეს და მომიტანა დედაჩემის ხელი დაწერილი რომ შვილო კარგათა ვარ არ ინერვიულო პატიმრობა მოვიხადე გამოვედი და დავდივარ ამ ჩემი კასტილებით და იმით ეს ნაცემი რაღაცა ქუჩაში და ერთ-ერთი ქალბატონი აი აქ რუსთაველზე მაგთის ოფისი რო იყო იქ შემხვდა და არც ვიცი ვინ არის ის ქალბატონი და ვაიმე შვილო როგორ ახარ დედა როგორ არის რა დღეში ჩააგდეს რა დღე ვინ ჩააგდო მეთქი აბა აიო რო ცემეს ვინ ცემეს და წარმოდგენა არ მქონდა თურმე მე რო დამიჭირეს მე გამოსულან ესენი გარეთ, ეს ცხოველები ესენი. გამოვიდნენ იღბებით ეს რაღაც ჯგუფი და ცაგურიას დედა რომელია და დედაჩემს უფიქრია რომ ეთყობაო რაღაცა რომ დამიჭირეს ის პირსახოც სიკვდილის ჯაგრისიან რაღაც მოიტანეთ რაღაცას ეგეც მეტყვი ანუ სასიკვდილოდ ცემეს დედაჩემი ძირს დააგდეს და ხელკეტები ურტყეს და ძიმე ტვინის შერყევით მე დედაჩემი თურმე იმაში დიღომში საავადმყოფოში იწვა. ვინმე ექიმი შემოვიდეს თქო რა, ვეხვეწებოდით. და რა თქმა უნდა არ შემოსულა. ეს ექიმი და ჩემი მეგობრები დაჯდნენ საშიმშილოთ იქ ახალგაზრდები სხვები ვინც გადარჩენ და დაჭერას და ის ზოგი გაიგლახა და ის, მაგრამ ის და დაჯდნენ ევროკავშირის ოფისთან საშიმშილოთ. და ესე იგი ევროკავშირის ოფისიდან გამოვიდნენ და უთხრეს რომ აქეთ ნუზი ხართო, იქით გადადითო ეს, იქით ამხარეს. გადაჯექით. იზოლატორში მოვიდა ქალბატონი ეკა ხერხეულიძე. ხო იცი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ვარო და შენი მდგომ. ხო და მეთქი მაშინ აი ნაცემი ვარ, ნაწამები ვარ, ესე მდგომარეობაში ვარ. უყვებ, აი ხო ხარ ადამიანი, აგერ ეხა გეთქი გააყენებ საქმის კურსში, რომ მიხვიდე და მოახსენო შენ პარლამენტს, შენი სამსახურეობრივი მოვალეობა შეასრულო და მოუყევი ყველაფერი ესენი, რაც ხდება. და მიყურებს და იცი რას გეტყვიო? შენო საცემი ხარო და მაგიტომაც გცემეს. დაჩი ცაგურიას შემდეგ 2009 წლის 15 ივნისის სისხლიანი ღამე მერაბ ჭიქაშვილმაც გაიხსენა მისი თქმით ყველაფერი კარვების აქციის დროს 12 ივნისიდან დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ფარულად შესვლა გააპროტესტეს და იმ დროინდელი პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მანქანის გადაადგილება შეაფერხეს, რის გამოც ბაქრაძის დაცვის წევრებმა ისინი სასტიკად ცემეს და მოგვიანებით დაკავებები დაიწყო. 12 ივნისის საღამოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ დეპუტატებთან დაკავშირებული მოვლენების გამო აქციის მონაწილეებს, მათ შორის მას და დაჩი ცაგურიას ეძებდნენ. ამ ბრიფინგის შემდეგ მერაბ ჭიქაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ერთობლივი ტექსტი შეიმუშავა. 13 ივნისს პრესკონფერენცია გამართა და ძალოვან უწყებაში ჩასაბარებლად თბილისის მთავარ სამმართველოსთან მისვლა დაანონსა, როგორც მერაბ ჭიქაშვილი იხსენებს, ის პირადად ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი გეგეჭკორმა დააკავა, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლოს ეზოსა და შენობაში მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და როგორც ის ამბობს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს 11 ჯერ დააკავეს და მისი დარღვეული უფლებების საკითხზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ კომისიის შექმნის არსი, რაც არის სააკაშვილი, პირადად მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, ასე ვთქვათ, არ იყოს როგორც პოლიტიკის აქტორი, რომელიმე აქტორი და შესაბამისად სააკაშვილმა თავიდან ბოლომდე პასუხი აქვს. სტრასბურგის გადაწყვეტილებაში თქვენ წაიკითხავთ, ჩემთან დაკავშირებით წერია, რომ აუცილებლად მოხდეს ხელახარი გამოძიება. ერთადერთი რასაც ველოდები და რასაც
ვითხოვ და ალბათ მოვითხოვ კიდეც რომ ის განაჩენი დადგეს რაც თქვენ თქვით ქალბატონო თია რაც საზოგადოებას თქვენ უთხარით იმიტომ რომ მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ შეიძლება პატარა ჭანჭიკი ვარ ჩემი ტრაგედიით მაგრამ ჩემ პირა ტრაგედიაზე ამ გადავდებ რომ ის კაცი რომელიც დღეს იქ არის საბოლოოდ გასამართეს ისე როგორც საჭიროა და მისი პარტია. რა მოხდა 15 ივნისს ბოლოს და როცა დაიწყო ეს უკვე ხოცვა შლეტვა, მე პირადად დამაკავა გეგეჭკორმა. სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა, რომელზეც ჩვენ გვეუბნება თურმე, არ ვიცი, მე თმა კარგად უმყოფოს ოჯახი, მაგრამ თურმე მისი მეუღლე იგი ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ გვცემდნენ რუსეთის აგენტებს გვეძახდნენ და თურმე ფულები მოქონდა ამ ოპოზიციისთვის, რომ ოპოზიციასაც იქ კეთილსინდისერად, შვიდობიანად მართლა ფოთოლია ჩამოვარდნელა და დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ნუ იქ წავიდა. გეგეჭკორმა დამაკავა, გეგეჭკორმა შეუმხედა რომ დამიჭირა, მესმის თქვა რომ ჭიქაშვილი მყავს. მე ვთხარი, თავში არ დამარტყა, ტრავმა მაქვს. ადამიანები მოდიან მასკებით, ნიღბებით და ჩემ თავს აძლევს და ეუბნება შეათრიეთ სააპელაციო ეზოში და თავში არ დაარტყათ ბიჭო. ხუთივე მწიხლები დამიწყო ცემა და პირიქით თავში უფრო მიტყავდნენ. ვატყობ რომ ჩვენი შეგროვება უნდა სადღაც ეს სასაკალაო გრძელდება, მტვერი იდგა, გარბეულიან, აცემები არიან, ქალები ყვირიან, წირიან, ვიღაცა იძახის რომ რა შუაში ვარ, მე არაფერ შუაში ვარ და უკვე შევყავარ და გვამზადებენ კორიდორში. კორიდორი არის რო წარმოიდგინოთ, ანუ აქ ხო გცემეს ერთი ცემა. ნიღბიანება ამ ეწოდებულმა სოდელემა თუ ის. აქედან გამოვყავარ და იქ სხვათა შორის ისინიც გვირტყავდნენ, მანდატურების გვირტყავდნენ. კორიდორს გვატარებენ უკვე ცემაცემით. ჩვენ და უკვე აქ ამოდის ეს ფრაზები შეაგენტო, ოპოზიციის მონა, რაც შეეხებოდა ფოიეს, აი დაახლოებით ამ ხელა ფოია. იქ დაიწყო უკვე ღირსების შელახვის თემა. იქ დავყარეს, ყველა ვის დავყარეს. იქ ეყარა ძალიან ბევრი დასისხლელი ბავშვი, იქ უკვე სისხლის გუბეები იყო და იქ რო დაგვაგდეს, აი მახსოვს, მიშა მახსოვს მესხი დაჩი მახსოვს ზურგით ერთმანეთზე ვარ და ეს როგორ ავართ იცით რომ აი როგორი კადრია იცით რომ ერთმანეთს ზურგით ვამაგრებთ და იქ უკვე დაიწყეს ჩვენი აი როგორ გითხრათ ღირსების შელახვა ფურთხება ზემოდან იქვე მდგომები აი ესე ვარ ჩეკოჩიჩებულები ვართ ნაცემები რო დავიწყე რო აი ესე რო დგები და დავიწყო კიბეებზე ჩასვლა აი ამ რობოკობებმა უკვე დამიწყე ცემა უკვე ამჯერად იმ რა ქვია თავისი ამ ხელკეტები და კასტეტები და გვერდებში მახსოვს და ნუ სუთხო რომ ეკრებოდა და ნუ რაღაცა პერიოდი მახსოვს დავგორდი ჩამორბის ახალგაზრდა ბიჭი ნუ კაცი ახალგაზრდა თავზე ნიღაბი უკეთია წამოდექი ბიჭო ფეხზე მე მეუნება დანაჩი გასუსულია სიხის თანამშრომლები და რა წამოდექი მუხლებზე დადექი ბიჭო ნუ მუხლებზე ვარ ნუ რაღა უნდა წამოვიცი მუხლებზე ვარ ნიღაბს იხსნის მაფუთხებს სახეში და მეუნება რომ მიცანი ბიჭო მაფუთხებს მიცანი ბიჭო კიდე და ხმას არ ვიღებ თვალებში უყურებ არ ვიცი და საბოლოოდ იწყებს ჩემ ცემას და ნუ მაგინებს წიხლებით მცემს უკვე დავარდი ვითიშები და წიხლებით მცემს მე ერთი პერიოდი ჩერდება და ხო ეხა ნახავ შენ რა მოგივა და ეს სიცხზე დავინახე რომ წინა კამერიდან გამოვიდა ჩვენი ორგანიზაციის წევრი ახალგაზრდა ბიჭი მაშინ ალბათ რა 17-18 წლის იყო გიორგი სიხარულიძე თვალი ჩამიკრა და გამამხრევა მითხრა გეხვეწები გამაგრდიო და ამის გამო ამ ბიჭს დღეს არ ვიცი როგორ თქვა მაგრამ ალბათ შემომპირი არის იმიტომ რომ მას ხერხემლის და ხელის დაზიანება ჩემ თვალწინ ცემეს ესე იგი ამაზე დარდოფო ჩემ თვალწინ ცემეს სამაგალითოდ როდესაც თქვენ ნიღბიანმა გითხრათ რომ მუხლებზე დადექი გაფურთხებდათ და გეკითხებოდათ მიცანი თუ არაო ვინ იყო ეს ადამიანი დღემდე ვერ ვიხსენებ ვერც ამოიცნო ვერასოდეს ვერ ამოიცნო მოდი ახლა დამენახე და მითხარე მე ხო უნდა ვიცოდე მე საფრთხის ქვეშ ვცხოვრობ იმიტომ კი არა რომ ამის მეშინია მე იმიტომ ვცხოვრობ რომ მე შეიძლება მომიწიოს თავდაცვის მიზნით კანონის სხვანაირი ასრულება ანა გოჩაშვილი რომელიც აშუქებდა დიახ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გამოსტაცეს კამერა, ასე თქვით მგონი და რომელიღაცა პოლიციელმა ის დაიცვა. და ეს პოლიციელი შეიყვანეს ჯიხურში და თქვენ ხედავდით როგორ ცემეს ეს პოლიცია. დიახ, მამ ესმოდა რომ ვის ეცაო ბიჭო, ვის გადაარჩინეო და ესეც ცემეს. დღეს როგორი მდგომარეობა გაქვთ ჯანმრთელობის? მე დღემდე ვკურნალობ სხვათა შორის, მე შემიძლია გითხრათ რომ შეიძლება ემოციურობა ჩემიც, ფსიქიკური მდგომარეობა აშლილობის ფონი საკმაოდ მაღალი მქონდა, ზესიფხიზლე დამიდასტურდა. სარგულის განწყობილებაში ერთი მუხლე არის არაადამიანური მოპყრობა, წამების პირობებში ყოფნა. კითხვა მიჩნდება მიშა სააკაშვილიც ასეთ ევროპულ სტანდარტებზე და
დაწყებული ციხიდან გზები დამთავრებულდა ჩვენ ყოფაზე. მის ციხეში წყალით 3 დღე რატო უნდა შემწყდარიყო? კითხვა მაქვს. თუ მიშა ამას აკეთებდა, აშენებდა და ციხეში ყველა პირობა იყო, პატიმრები და რატო უნდა შემწყდარიყო საკანში, მერაბ ჭიქაშვილის საკანში წყალი? მიზანი იყო ერთი. რომ მე შიმშილობა შემეწყვიტა და მეორე წამების ტოლფას პირობები იყო საკუთარ ფეკალიებში რო გვაცხოვრებდნენ მე და დანარჩენ პატიმრებს. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომა უკვე დასრულებულია, კომისიის წევრები მუშაობას 4 შაბათიდან განაახლებენ. მადლობა მანენა დევაძე იყო პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში.